მაგრამ საოცარი დედა ყავდა ამ ნეტარ ავგუსტინესა და ეს წავიდა ამბროსი მედიოლანთან, რომელიც წმინდანი იყო. ამბროსი მედიოლანი და უთხრა რომ ჩემი შვილია იღუპებაო, საშინაო მდგომარეობაში არის ჩემი შვილია და ძალიან გთხოვთ რომ დამეხმარეთ ლოცვაში, რომ დამეხმარეთ ჩემი შვილს. და ეს ეკითხება. შენ ლოცულობო შენი შვილისთვისო, ლოცვას აღავლენ როგორ არა ყოველ წუთშიო, ყოველ წამს აღავლენო, სულ ვევედრებიო უფალსო რომ დამიბრუნოს და განმიკურნოს ჩემი შვილი და დამიბრუნოს. ეს კიო, მაგრამ ცრემლიანი თვალებით თუ ლოცულობ. თუ ტირი ხარო და ამან უთხოვ ტირი ვარო, სულ დავყობ, მაშინ უნერვიულობ. მაშინ უფალი შეგეწევაო და სასწაულებს მოგიხდენსო და იციო დავით ვიზე ელაპარაკებოდაო ნეტარ ავგუსტინეზეო და როგორი იყო გახდა მერე ნეტარი ავგუსტინე, როგორ მოუყვანა უფალმა, რა მოახდინა ღმერთმა აი ამ ლოცვები და აი ამ მითი, რომ ნეტარი ავგუსტინა გახდა. ამიტომ აქ ეხარე ჩვენი სწავლიბოც. როცა ამაზე ვსაუბრობთ. ხშირად არიან დედები მოდიან აბა დალოცე, აბა რაღაც ესეთი ის ახლა ჩვენ ახლა ამაზე როცა ვსაუბრობთ, ჩვენ გვაქვს მაგალითი, როგორ უნდა ილოცოს დედა. როგორ უნდა იყოს დედის ლოცვა. დედაშვილობაზე დიდი ხომ არაფერი არ არის. გახსოვთ გადმოცემაც არის, რომ როგორ ემორჩილებოდა უფალი თავის დედას. და ეხლაც რასაც თხოვს ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი, როგორ დედას უსრულებს უფალი განკაცებული ღმერთი. ამიტომ ეს დედაშვილობის ღვაწლი ძალიან დიდია და ყოველთვის უნდა გვახსოვდეს ჩვენ აი ეს